გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მინდა რამოდენიმე წუთით მივიქციოთ თქვენი ყურადღება, ჩემო კარგებო. ძალიან გთხოვთ, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. მინდა ამ ვიდეოში ჩემი თავი გაგაცნოთ სხვა რაკუსით, როგორც იტყვიან. მინდა გესაუბროთ, ჩემო ძვირფასებო, ჩემს პროფესიაზე, ჩემს საქმიანობაზე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემიძლია მე დავეხმარო ადამიანებს ჯანმრთელობის, გაუმჯობესების და განკურნების მხრივ. ბევრი მე მიცნობთ, რა თქმა უნდა, ჩემს Facebook გვერდზე, ბევრი არ მიცნობთ და ამიტომ მინდა რომ გესაუბროთ ორიოდე სიტყვით. ძალიან მოკლედ მინდა გაგაცნოთ, მეგობრებო, ჩემი საქმიანობა. საქმე იმაშია, რომ მე ვარ ენერგეტიკულ სფეროში, როგორც იტყვიან, უკვე 12 წელია. და მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება უკვე ამ სფეროში, მაგრამ მე ჩემი საქმიანობით, უფრო ფართო მასშტაბით საქმიანობდი რუსეთის ტერიტორიაზე, მეგობრებო. იქ მივიღე, მე იქ ვცხოვრობდი 23 წელი, იცით, ვინც მიცნობთ ახლოს და იქ მივიღე ეს ცოდნა, გამოცდილება, მე ვარ ტიბეტური მედიცინის სპეციალისტი და ასევე ღვთის ენერგიით კურნალი. როგორც იტყვიან, ვარ ხო შეერთებული ღვთის ენერგიებთან და ღვთის ენერგიით და ინფორმაციით ვახდენ ადამიანებზე ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და მინდა გითხრათ, რომ აქ არაფერი ზებუნებრივი არ ხდება, მეგობრებო. ზებუნებრივად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ისიც კიდევ ჯერჯერობით, ის ფაქტი, რადგანაც ჯერ კიდევ მეცნიერებას არ აქვს ეს, ხო, დამტკიცებული თუ როგორ ხდება შეერთება, ხო, ადამიანის უფალთან, დამტკიცებული, როგორც იტყვიან, არ აქვთ, მაგრამ ეს უკვე არის პროცესში, იმის პროცესში, რომ ამასაც მალე დაამტკიცებენ და აღარც ეს უკვე აღარ ჩაითვლება ზებუნებრივ მოვლენად, მეგობრებო. და მინდა გითხრათ ისიც, რომ ღვთაებრივ ძალასთან შეერთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ჩემო ძვირფასებო, ამისთვის არ არის საჭირო, რომ შენ იყო რაღაცა, როგორც იტყვიან, დაჯილდოებული რაღაც ზებუნებრივი ნიჭებით და ასე შემდეგ, ხო? არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს, მინდა გითხრათ. ამაზეც და ბევრ სასარგებლო თემებზეც მე გესაუბრებით შემდგომ ვიდეოებში, თუ იქნება, რა თქმა უნდა, თქვენი ინტერესი ამის მხრივაც. ეხლა კი მინდა გაგაცნოთ ჩემი მუშაობა, ხო, როგორ ხდება ადამიანზე. როდესაც მოდის ჩემთან ადამიანი, მე მას ვაწვენ კუშეთკაზე, მეგობრებო, და ჩავრთავ ძალიან სასიამოვნო მუსიკას და ეს ადამიანი ისვენებს, მე არ ვსაუბრობ მასთან, არამედ მე უკვე ვაკეთებ ჩემს საქმეს, ხო? ენერგიებით, ღვთის ენერგიებით ინფორმაციას ვაწვდი უჯრედს შორის სითხეზე ზემოვქმედებ. ჩემო ძვირფასებო, იმ მხრივ, რომ მე იქ ვცვლი ინფორმაციას, ავადმყოფობის ინფორმაციას ვცვლი
გამოჯამრთელების და ჯამრთელობის ინფორმაციაზე, ანუ პროგრამას ვცვლი, მეგობრებო და ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჩვენი 80%-ზე მეტი შემდგებით სითხისგან ჩვენი ორგანიზმი, ანუ წყლისაგან და ისიც ვიცით, რომ წყალი არის ძალიან კარგი გამტარი ინფორმაციისა. ეს ყველაფერი არის დამტკიცებული მეცნიერულად და აქ ამიტომ არავითარი ზებუნებრივი არ ხდება ჩემო მეგობრებო. და რადგანაც აი ბუნებრივი მოვლენაა ის რომ ჩვენი უჯრედები იცვლებიან ხო, ზოგი კვდება და მათ ადგილზე იბადება ახალი უჯრედები და ისინი იბადებიან აი ამ კლეტკებს შორის სითხეში, მეგობრებო, ხო? რომელიც არის ჩვენს ნებისმიერ სუსტავებში, ანუ სახსრებში, მეგობრებო. და ასევე, ხო, და აი ამ ინფორმაციის შემდეგ, შეცვლის შემდეგ, აი ამ სითხეებში იბადება უკვე უჯრედი, რომელიც არის უკვე ჯამრთელი, ხო? ჯამრთელი და აი ასეთნაირად ხდება ადამიანის გამოჯამრთელება, ჩემო ძვირფასებო. მე მინდა გითხრათ ასევე, რომ მე ვმუშაობ ასევე მერიდიანულ სისტემაზე, ჩვენს ორგანიზმს აქვს 12 პარა მერიდიანის, ჩვენი თითოეული ორგანოს გააჩნია 2 მერიდიანი, რომელიც ასაზრდოვებს მათ, მეგობრებო, აი სასიცოცხლო ენერგიით, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიებით. და იქ ხდება ასეთი მოვლენა, რომ აი როგორც ჩვენ სისხლ ჯარღვებში მოძრაობს სისხლი და ხდება სხვადასხვა ფსიქოსომატიკური მოვლენების გამო ხდება ისე რომ ჩდება ტრომბი, ხო? სისხლ ჯარღვებში და ამას უკვე რაც მოყვება ყველამ კარგად ვიცით და ასევე მინდა გითხრათ, რომ აი ფსიქოსომატიკური მოვლენების შემდეგ, აი რაც არის მაგალითად, ხო, ჩვენი ემოციური არამდგრადობა, ჩვენი დეპრესიები, სტრესები, მეგობრებო, ჩვენი აი ყველა უარყოფითი ემოცია აკეთებს იმას, რომ მოქმედებს ისეთნაირად, რომ ჩვენი ენერგიის შეჩერება, ხო, ხდება გარკვეულ ადგილებში და იქ ხდება ტრომბი, როგორც იტყვიან, გასაგებ ენაზე, რომ გითხრათ ენერგიის და აი მერიდიანში და იქ სადაც არის უკვე გადაჭარბებული ენერგია, იმ ადგილებში ხდება ანთებითი პროცესი, ჩემო ძვირფასებო, და იქ კი სადაც არის ნაკლებობა აი ამ ენერგიის, რადგანაც ეს ვეღარ გადის და ვეღარ მოძრაობს და იმ ორგანოს აკლდება მისგან მიმავალი ენერგია, იქ არის მეგობრებო, ვითარდება ქრონიკული დაავადებების პროცესები. აი ამ მერიდიანებში ენერგეტიკის მოძრაობას ვარეგულირებ. აი როგორ ხდება, ჩემო ძვირფასებო, ჩემს შემთხვევაში მკურნალობ აი ასევე, რა თქმა უნდა, ხერხემალზე, მკურნალობ ასევე ონლაინითაც, აქ ცოტა სხვადასხვა ხერხებით ხდება ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასებო. ამაზე საუბარს არ შევაჩერებ, რადგანაც ბევრი დრო დაგჭირდება, თუკი მოხვალთ ჩემთან, მე თქვენ ყველაფერს აგიხსნით, ყველაფერს გაგაცნობთ და ვიმუშავებთ ჩვენთვის ხელსაყრელი, უფრო მისაღები პირობებით, ხო? მაგრამ საქმე რაშია? მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ თუკი ჩემთან ადამიანი მოდის,
ჩემთვის სულ ერთია დიაგნოზი. აი რა დიაგნოზიც არ უნდა იყოს ჩემო ძვირფასებო, ეს კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვისაც ჩემთან ქონია შეხება და იმ შეფასებებს ოძივები რო არის ხო რუსულად, ქართულად ალბათ შეფასებები იმ ადამიანებისგან, ვინც ჩემთან გაიარა მკურნალობა და გამოჯამთე და მე თქვენ აუცილებლად დაგიდებთ აი აქ, აი ამ ვიდეოსთან და თქვენ შეძლებთ წაიკითხოთ ეს ყველაფერი, ხო? არ არსებობს ჩემთვის დიაგნოზი, მეგობრებო, მაგრამ თავარია რომ მე წამომყვეს ეს ადამიანი, აი გააკეთოს ის, რასაც მე ვთხოვ. რადგანაც ჩემგან არის დამოკიდებული 50% მეგობრებო, თქვენი გამოჯამრთელებისა, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ აი მე ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემგან არის დამოკიდებული, მაგრამ და მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ შეერთებული ღვთის ენერგიებზე და ეს ღმერთის უფალის ენერგიები არის, რომელიც ახდენენ, შეუძლებელს ახდენს, რა თქმა უნდა, მეგობრებო, მაგრამ უფალი ყველას ცდის იმ ადამიანს, ვისაც ვკურნალობ, რადგანაც ის მას ეუბნება, შენ ნამდვილად გინდა გამოჯამრთელება? მაშინ შენც უნდა იმუშაო შენს თავზე, შენ შინაგან სამყაროზე აუცილებლად უნდა იმუშაო. აი ასეთნაირად ხდება მეგობრებო, ჩემგან არის 50% და თქვენგან არის დამოკიდებული კიდევ მეორე 50% ის, რასაც მე თქვენ გეტყვით, რომ შეასრულოთ. აქ ხდება ძალიან დიდი მუშაობა, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ტყუილად ის ადამიანები, ნუ მობრძანდებით ჩემთან, ვინც ჩემგან ელის სასწაულებს, მეგობრებო, მე უკვე თქვენ გაგიჟღერეთ, აი როგორ ხდება ეს მკურნალობა და ის, რომ მე ღმერთი არა ვარ და ამას ყველაფერს უფალის ნება უდევს საფუძვლად და უფალი ხედავს იმას, თუ როგორ არის ადამიანი მზად იმისათვის, რომ მან გამოჯამრთელდეს და გააგრძელოს ცხოვრება და გააგრძელოს ცხოვრება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თავისი თავისთვის, როგორც იტყვიან ეგოისტურად, არამედ, რა თქმა უნდა, თავისი თავისთვისაც, ეს არა ეგოისტურად მხოლოდ და სხვებისთვის, სხვა მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, რომ მოიტანოს პოლზა, ხო, მეგობრებო, ანუ სიკეთე მოუტანოს მათ, დაეხმაროს მათ და ასე შემდეგ. ადამიანი, როდესაც გაივლის, აი უდიდეს განსაცდელს ცხოვრებაში, ხო, ის უბრალოდ შემდეგ თუ კი იქნება იმის ღირსი ის ადამიანი, რომ ჩემი მეთოდებით მკურნალობისგან, ღმერთისნებით, უფალისგან თუ იქნება ღირსი გამოჯამრთელების, აი ამ შემთხვევაში, მეგობრებო, ეს ასეთი ადამიანი დამიჯერეთ ნამდვილად ვერ გაჩერდება იმის გარეშე, რომ არ მოუტანოს სხვა მის გვერდით მყოფ ადამიანებს სიკეთე და დახმარება არ გაუწიოს მათ. ამიტომ მე გთხოვთ, მხოლოდ ასეთი ადამიანები მობრძანდით ჩემთან, თუ იქნება თქვენი სურვილი ამისა და მე მინდა გითხრათ ასევე, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემთან მოხვალთ, მეგობრებო, აუცილებლად უნდა მომიტანოთ თქვენი სამედიცინო გამოკვლევები, სამედიცინო ინსტრუმენტალური აუცილებლად გამოკვლევები და ანალიზები, რათა ჩემი კურსის გავლის შემდეგ აუცილებლად ისევ წახვიდეთ, მე თქვენ აუცილებლად გაგაგზავნით და ისევ გამოკვლევებს ჩავიტარებთ და ისევ ანალიზებს გაიკეთებთ, რომ თვალნათლივ გამოჩნდეს ჩვენი შედეგები, მეგობრებო. ეს ჩემი აუცილებელი პირობაა, კიდევ თავარი და აუცილებელი პირობაა.
აი, რაც მინდოდა მეთქვა ჩემს შესახებ, ჩემო კარგებო და კიდევ რა ხო აი ეს ყველაფერი რაც მინდოდა მეთქვა ჩემო ძვირფასებო და აუცილებლად იმ დიპლომებსაც დავდებ ჩემს გვერდზე, აი აქ ნახავთ აუცილებლად დავდებ და გექნებათ იმის საშუალება, რომ ნახოთ თუ ვინა ვარ მე და თუ რამდენი ცოდნა მაქვს მიღებული, რამდენი შრომა მაქვს ჩემო ძვირფასებო მეც გაწეული იმისათვის, რომ გამხდარიყავი აი ასეთი დონის პროფესიონალი და შემძლებოდა ადამიანების დახმარება, ჩემო კარგებო. მე საქართველოში თავს ვიკავებდი აი ასე ფართო მასებისთვის ჩემი დახმარების გაწევაში, რადგანაც ყველა მიცით, ჩემო ძვირფასებო, ის ფაქტი, ის ტრაგედია, რაც მე გადავიტანე ჩემი 17 წლის ანგელოზის შვილის გარდაცვალებისგან გამომდინარე და უფალის წყალობით და ჩემი შვილის უდიდესი და სასწაულის სულის დახმარებით, მეგობრებო, მე შევძელი, რომ ისევ დავდგე ფეხზე, როგორც იტყვიან და გავაგრძელო ჩემი საქმიანობა აი ამ სფეროში, ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და რა მინდა შემოგთავაზოთ. ვფიქრობ რაღაც მინდოდა კიდევ მეთქვა, აი მინდა შემოგთავაზოთ ის, რომ უფასოდ შემიძლია ჩაგიტაროთ დიაგნოსტიკა, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე გეცოდინებათ თქვენი დიაგნოზი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს დიაგნოსტიკა შეეხება არა მხოლოდ ჯანმრთელობას, თქვენ ჯანმრთელობას, მეგობრებო, არამედ თქვენს აი ყველა სფეროს, ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. აი დაჟე თქვენი საგვარეულოდან დაწყებული, დაჟე აი თქვენი თვით რეალიზაციას, თქვენს ურთიერთობებს და ყველა სფეროებს შეეხება, მეგობრებო, ეს დიაგნოსტიკა. აი ამ დიაგნოსტიკაზე გიწევთ უფასოდ, თუ გინდათ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ, ხო, ჩემი სიტყვები და აი ეს შეფასებები, რომლებსაც დაგიდებთ ჩემს მიერ გამოჯანმრთელებული ადამიანების ოძივებს, შეფასებებს რომ დაგიდებთ, აი ამის გარდა შეგიძლიათ ასევე მოხვიდეთ ჩემთან და უფასოდ შემამოწმოთ, როგორც იტყვიან, ჩემი შესაძლებლობები, ჩემო ძვირფასებო და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოთ გააგრძელოთ თუ არა ჩემთან ან კურნალობა, ან სხვა სფეროებზე მუშაობა, ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის. მე ჩემს ტელეფონსაც ახლაც გავაჟღერებ, ჩემი ტელეფონი არის და კიდეც დავწერ 571-20-29-19. შეგიძლიათ დამირეკოთ, მეგობრებო, და ჩაეწეროთ უფასო დიაგნოსტიკაზე. კარგად ბრძანდებოდეთ. უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის.